გამარჯობა. დღეს ვაგრძელებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ დავაწყებინოთ ბავშვს სიტყვების გამეორება. წინა ვიდეოში ჩვენ თქვით, რომ იმისთვის, რომ ბავშვმა სიტყვების გამეორება დაიწყოს, მას ჯერ ხმების სპონტანურად გამოცემა უნდა შეეძლოს. მას შემდეგ, რაც შევამჩნევთ, რომ ბავშვი თავისთავად გამოსცემს თუნდაც რამდენიმე ბგერას, დროა ვასწავლოთ ამ ბგერების გამეორება. ანუ გამოთქვას ეს ბგერები მაშინ, როცა ჩვენ ვთხოვთ ამას. ამ პროცედურას EBA თერაპიაში ეკოტრენინგს ვუწოდებთ. ეკოტრენინგს ვიწყებთ იმით, რომ ვადგენთ იმ ბგერების სიას, რომლებსაც ბავშვი თავისთავად გამოსცემს. სწორედ ისინი უნდა გამოვიყენოთ პირველ სამიზნე ხმებად. დაიწყეთ იმ ბგერით, რომელიც ყველაზე ხშირად გესმით ბავშვისგან. ამ ეტაპზე გამოგვადგება ნებისმიერი ბგერა. ანუ ბავშვს ჯერ იმ ბგერების გამეორებას ვთხოვთ, რაც ვიცით, რომ შეუძლია წარმოთქვას. შემდეგ შეარჩიეთ განმამტკიცებელი, ანუ ჯილდო, რომელსაც ბავშვი გამეორების შემდეგ მიიღებს. ხემსი იქნება თუ საყვარელი აქტივობა. პროცედურა მარტივია. წარმოთქვით ბგერა და დაელოდეთ, რომ ბავშვმა გაიმეოროს. როგორც კი გაიმეორებს, დაუყოვნებლივ დააჯილდოვეთ. ვოკალური იმიტაციის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბავშვს უჭირს გამეორება, ჩვენ არ შეგვიძლია მას ფიზიკურად დავეხმაროთ ამ მოქმედების შესრულებაში. ბგერას ვერ გამოვათქმევინებთ, თუმცა არსებობს რამდენიმე ხრიკი. პირველი, ძალიან ეფექტური მეთოდია დავიწყოთ ჩარევა მაშინ, როცა გვესმის, რომ ბავშვი თავისთვის ტიტინებს და რაღაც ბგერებს გამოსცემს. ჩვენ უნდა ჩავერთოთ მის ტიტინში და გავუმეოროთ ბგერა, რომელსაც თვითონ ამბობს და მერე დაველოდოთ ისევ თქვას ეს ბგერა. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა ვასწავლოთ ბავშვს გაიმეოროს მა, შეგვიძლია დაველოდოთ, როცა ბავშვი თავად იტყვის ამ მარცვალს და დაუყოვნებლივ გავიმეოროთ მა. მერე კი დაველოდოთ, რომ ბავშვი ჩაერთოს ამ ვოკალურ თამაშში და დაიწყოს ჩვენთან რიგრიგობით ხმების გამოცემა. თავიდან შეიძლება მოგვიწიოს დაჯილდოვება იმ შემთხვევაშიც კი, თუ იტყვის სხვა ბგერას და არა იმას, რომლის გამეორებასაც ვთხოვთ. ერთადერთი რამ, რაც არ გვაწყობს, არის სიჩუმე. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი მიხვდა, რომ მისგან ხმის გამეორებას ვითხოვთ და სწავლობს ხმების თვითნებურად გამოცემას. მეორე, იმისთვის, რომ ბავშვს ყურადღება გავამახვილებინოთ იმ ბგერაზე, რომლის სწავლებაც გვინდა, შეგვიძლია ვცადოთ ამ ბგერის ჟღერადობის გაზრდა. წარმოვთქვათ იგი უფრო მკვეთრად. ჩასძახეთ ეს ბგერა მიკროფონში, მილში, იყვირეთ ან თუნდაც წაიმღერეთ. ბგერისთვის მელოდიურობის მიცემა ხშირად ეხმარება ბავშვს გამეორებაში. შეიძლება ბავშვს არ იზიდავდეს სამეტყველო ბგერის გამეორება, მაგრამ მილის მეშვეობით სახალისო ხმების გამოცემა უფრო მოეწონოს. მესამე ხრიკი, რომელმაც შეიძლება გვიჩვენოს, თუ ბავშვს უჭირს გამეორება, არის სწრაფი მოტორული იმიტაცია. ეს მეთოდი იმ ბავშვებთან გამოგადგებათ, რომლებსაც მოტორული მოქმედებების გამეორება კარგად შეუძლიათ. ბავშვს სწრაფად ვამეორებინებთ მარტივ მოქმედებებს. ტაშის დაკვრა, ფეხების ბაკუნი, მაგიდაზე კაკუნი, ცხვირზე ან თავზე შეხება, პირის გაღება და შემდეგ უცებ გამოვთქვამთ სამიზნე ბგერას. ამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი მარტივ მოძრაობებს გაიმეორებს, მას რთული მოქმედებების გამეორებაც უფრო გაუადვილდება. როგორც კი ბავშვი ისწავლის თავის რეპერტუარში არსებული ბგერების გამეორებას, დროა ახალი ბგერების სწავლებას შევუდგეთ. მხოლოდ დგება საკითხი, როგორ შევარჩიოთ ეს პირველი ბგერები. თუ ბავშვს ძალიან უჭირს სამეტყველო ბგერების გამეორება, როგორიცაა ხმოვნები, თანხმოვნები ან მარცვლები, მეტყველების ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს პირველ ახალ ბგერებად ეგრეთ წოდებული თამაშის ხმები შევარჩიოთ. თამაშის ხმები იმიტომ შეიძლება იყოს გასამეორებლად უფრო ადვილი, რომ მათში არ არის ხმოვნები და თანხმოვნები. თამაშის ხმების მაგალითებია: ვითომ ხველება, ვითომ ცემინება, გაძნელებული სუნთქვის ხუთვის იმიტაცია, ბუზღუნი, ბუტბუტი, ყვირილი, ვითომ ტირილი. ამ ბგერების სწავლება ყოველთვის სახალისოა და მათი მოდელირება მარტივად შეიძლება თამაშის ან ყოველდღიური რუტინის დროს. მაგალითად, მანქანებით თამაშის დროს ასწავლეთ ისეთი ხმების მიბაძვა, როგორიცაა საყვირის ხმა, შეჯახება, ძრავის ჩართვა, მუხრუჭების ხმა. ცხოველებთან თამაშისას აჩვენეთ, როგორ ყებს ძაღლი, როგორ ჭკვიტინებს ღორი, როგორ ღრიალებს ვეფხვი. დაიხურეთ თავზე ქუდი და დაცემინებისას ჩამოიგდეთ, აკოცეთ თოჯინას, დამალობანას თამაშისას გამოხდით და ხმამაღლა აღფრთოვანებულად წაიყვირეთ ამის დროსაც შეგიძლიათ უამრავი ახალი ხმა ასწავლოთ. საკვების ხმამაღლა დაღეჭვა, სიამოვნების ან ზიზღის ხმების გამოცემა, წყლის დალევის შემდეგ ხმამაღლა ამოსუნთქვა, ხვრება.
ბავშვებს უყვართ თამაში და ასევე უყვართ, როდესაც უფროსები სასაცილო ხმებს გამოსცემენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმის და მიუხედავად, რომ ზოგიერთი ექსპერტი მიზანშეწონილად პირველ რიგში სათამაშო ხმების სწავლებას მიიჩნევს, არიან ექსპერტები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას და ამბობენ, რომ ის თუ რის გამეორებას ისწავლის ბავშვი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ისვენს ყველაზე ხშირად და რის მიბაძვას თხოვენ მას. თამაშის ხმების შემდეგ შეიძლება ვეცადოთ ძახილი სიტყვების სწავლება. თამაშის ბგერების განსხვავებით, ძახილი სიტყვებში არის ხმოვნები და თანხმოვნები. თორისდებულები ვაი, ი, უი, ოჰ, ფუ, ეს ყველაფერი ძახილი სიტყვების მაგალითებია. ეს პროცესიც სახალისო უნდა იყოს. ყოველდღიურ სიტუაციებში ეძებეთ ასეთი ხმების სწავლების შესაძლებლობები. ასწავლეთ ისინი კონტექსტში, რათა ბავშვმა მათი მნიშვნელობა გაიგოს. მაგალითად, ასწავლეთ მას გაიმეოროს ო, როცა ეშინია, ოჰ, როდესაც რაღაც დავარდება, ჩის სურათის გადაღებისას. არასოდეს გაუშვათ შესაძლებლობა გაამეორებინოთ სხვადასხვა ემოციის გამომხატველი შორისდებულები. მომდევნო ეტაპი ბგერების და სიტყვების გამეორება. პირველი ბგერების შესარჩევად თერაპევტები როგორც წესი იყენებენ მეტყველების შეფასების რომელიმე სისტემას. ზოგადი წესი ასეთია. იმიტაციის სწავლება ხმოვანი ბგერებით იწყება. პირველად ვასწავლით ცალკე ხმოვანს ა, ო, ე, ი, უ. შემდეგ გაორმაგებულ ხმოვნებს ა, ო, ო, ე და შემდეგ ორი ხმოვნის კომბინაციებს აუ, იო, აი. მერე ხმოვნებს ასაკთან შესაბამის თანხმოვნებს ვამატებთ ბა, მა, ბუ, გუ, დი, მი. გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდირებული ცალკე თანხმოვნების სწავლება. თანხმოვანს ყოველთვის უნდა დავამატოთ ხმოვანი. თანხმოვნებზე იზოლირებულად ლოგოპედები მუშაობენ, როცა ბავშვი უკვე თავისუფლად მეტყველებს, მაგრამ არტიკულაციის პრობლემა აქვს. დაწყებითი მეტყველების შემთხვევაში თანხმოვანი ყოველთვის ხმოვანთან კომბინაციაში ისწავლება. ახლა განვიხილავთ ახალი სიტყვების სწავლების 3 მეთოდს. მოთხოვნის კონტექსტში სწავლება. შესანიშნავი მეთოდია, რომ პირველი სიტყვები თუ ბგერები იყოს ისეთი ნივთების თუ აქტივობების აღნიშვნელი, რომელიც ბავშვს უყვარს. ისეთი სიტყვები, როგორიცაა ბაბა, მამა, დედა, ბიბო, წადი, მოდი, ბურთი, ბუშტი, ხშირად კარგი საწყისი არჩევანია. ბავშვად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვს ვასწავლოთ სიტყვა ბურთი. როცა მას ვთხოვთ გაიმეოროს ბურთი, ის ამბობს მარტო ბგერას უ. აი როგორ შეიძლება მივახციოთ იმას, რომ ბავშვმა მთლიანი სიტყვა თქვას. აიღეთ ბურთი და მოთხოვეთ გაიმეოროს ორი უ. უ. როდესაც ამას გააკეთებს, მიეცით ბურთი. შემდეგ საფეხურზე მოთხოვეთ ორი ხმოვნის გამეორება. უ, ი. ბურთი მიეცით მხოლოდ მაშინ, როცა ორივე ხმოვანს იტყვის და არა კვლავ უს. მერე დაამატეთ ერთი თანხმოვანი და ბურთი მიეცით მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი იტყვის ბუ-ი. და ბოლოს დაამატეთ ბოლო თანხმოვნები. ჯერ თ, ბუთი და მერე რ. და ბურთი მიეცით მხოლოდ მაშინ, როცა იტყვის მთლიან სიტყვას ბურთი. იმას, რაც ახლა გავაკეთეთ, ეწოდება შეიპინგი, იგივე ახალი ქცევის ფორმირება. ჩვენ მოვახტინეთ სიტყვის ფორმირება სიტყვის შემადგენელი ნაწილების ეტაპობრივი წახალისებით, იქამდე სანამ სრულყოფილი სიტყვა არ გამოვიდა. ერთი ხმოვანი, შემდეგ გაორმაგებული ხმოვანი, შემდეგ ორი ხმოვანი, მერე დავამატეთ ერთი თანხმოვანი, შემდეგ მეორე და მესამეც. გახსოვდეთ, რომ ზოგ ბავშვს შეიძლება კვირები ან თუნდაც თვეები დასჭირდეს ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასასვლელად. აი კიდევ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ განმამტკიცებელი ბგერების სასწავლებლად. როდესაც ბავშვი ჩართულია მის საყვარელ აქტივობაში, სადაც თქვენი დახმარება სჭირდება, მაგალითად ქანაობა, ბატუტზე ხტომა, დროებით შეაჩერეთ აქტივობა და მოთხოვეთ ბგერის გამეორება. როგორც კი გაიმეორებს, გააგრძელეთ აქტივობა. თამაშის დროს შეგიძლიათ ბავშვს ნაზად გამოართვათ სათამაშო რამდენიმე წამით, უთხრათ სათამაშოს სახელი და დაუბრუნოთ მაშინ, როცა სახელს გაიმეორებს. როდესაც ბავშვი ჭამს, შეგიძლიათ გამოართვათ საკვების ნაჭერი ან კოვზია თუ ჩანგალი, უთხრათ ამ ნივთის სახელი და დაელოდოთ სანამ ბავშვი გაიმეორებს. ამ მეთოდთან ცოტა ფრთხილად იყავით. ზედმეტად ხშირად არ გამოიყენოთ, რადგან ბავშვი შეიძლება გაღიზიანდეს თუ მუდმივად რაღაცას ართმევთ. თუ ბავშვი მესამე ან მეოთხე მცდელობის შემდეგაც ვერ იმეორებს, რეკომენდირებულია მცირე წამახალისებლის მიცემა, რომ ბავშვი არ გაღიზიანდეს. თუ შენიშნავთ, რომ ბავშვს რთულად გამოსდის მრავალმარცვლიანი სიტყვების გამეორება, სცადეთ ტაშის დაკვრა,
რათა დაეხმაროთ აღიქვას სიტყვის ყველა ნაწილი. ასევე შეგიძლიათ მაგიდაზე დაარტყათ ხელი, ან ბავშვს სხეულზე მსუბუქად დაუკაკუნოთ მარცვლების რიტმში. ეს ტექნიკა სასარგებლოა ფრაზების გამეორების სწავლებაშიც. როცა ბავშვს სიტყვების გამეორებას ასწავლით, ბუნებრივია გამოვიყენოთ სიტყვა თქვი, თქვი ვაშლი, თქვი ბურთი. თუ თქვი მხოლოდ მინიშნებას წარმოადგენს და ბავშვი სამიზნე სიტყვას იმეორებს, შეგიძლიათ გააგრძელოთ ამ სიტყვის გამოყენება. მაგრამ ზოგჯერ ბავშვები სიტყვა თქვისაც იმეორებენ სამიზნე სიტყვასთან ერთად და გვეუბნებიან თქვი ბურთი, თქვი ვაშლი. ასეთ შემთხვევაში სცადეთ სიტყვა თქვი ჩურჩულით გამოთქვათ. თქვი ბურთი, ან კი საერთოდ ამოიღეთ თქვი. უთხარით მხოლოდ სამიზნე სიტყვა ბურთი. მიიპყარით ბავშვის ყურადღება თქვენ სახესა და ტუჩებზე და შეხედეთ მომლოდინე მზერით. იმისთვის, რომ ბავშვმა ახალი სიტყვა ისწავლოს, დიდი ალბათობით ამ სიტყვის უამრავჯერ გამეორება მოგიწევთ. მრავალჯერადი გამეორება თამაშის და ყოველდღიური აქტივობების კონტექსტში შეგიძლიათ ჩანერგოთ. ყოველ ბურთის გაბერვაზე თქვით სიტყვა ბუშტი. როცა ერთ და იგივე ნივთს ყუთში დებთ, გაიმეორეთ ამ ნივთის სახელი ყოველ ჯერზე. წიგნში იმის ნაცვლად, რომ დაითვალოთ და ასახელეთ ერთი და იგივე ნივთები. ძაღლი, ძაღლი, ძაღლი. ძაღლი, ძაღლი, კატა, კატა. გაიმეორეთ ზემოთ, ზემოთ, ზემოთ და ქვემოთ, 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 როდესაც კიბეზე ადიხართ ან ჩამოდიხართ. ან თუნდაც უბრალოდ ნივთის ჩვენებისას მისი სახელი რამდენჯერმე გაიმეორეთ. ქვევად გაიხადეთ ყველაფრის ერთი და მარტივი სიტყვით დასახელება, რასაც ბავშვი ხედავს, აკეთებს თუ განიცდის. დააკვირდით საკუთარ თავს. რამდენჯერ იმეორებთ სიტყვას, რომელიც გინდათ რომ ასწავლოთ. ყველაფერი გააჟღერეთ, მაგრამ შემოიფარგლეთ მხოლოდ ერთი ან ორი მარტივი სიტყვით, მოკლე წინადადებით და ხშირი გამეორებებით. სრულ წინადადებებს და გრძელ საუბრებს ბავშვი ვერ აღიქვამს და ამიტომ ყურადღებას არ აქცევს. ვერბალური რუტინები. სწორედ გამეორება და პროგნოზირებადობა განაპირობებს ვერბალური რუტინების ეფექტურობას მეტყველების სწავლებაში. ვერბალური რუტინები არის ფრაზები, რომლებსაც სულ ვიყენებთ, როცა რამე საქმეს ვასრულებთ. ვერბალური რუტინების მაგალითებია სიმღერები, ფრაზები, როგორიცაა 1, 2, 3, ან განმეორებადი ფრაზები, რომელიც წიგნებში გვხვდება. როცა ერთი და იგივე ფრაზას რამდენჯერმე გაიმეორებთ, შეჩერდით და დაელოდეთ ბავშვმა დაასრულოს. აჩუ, აჩუ, ცხენო. როდესაც მას ბოლო სიტყვის შევსება კარგად გამოუვა, სცადეთ ორი ან მეტი სიტყვა დაუტოვოთ შესავსებლად. ბოლოს კი, როდესაც რუტინულ საქმეს დაიწყებთ, უბრალოდ მოლოდინით შეხედეთ ბავშვს, რათა მან თვითონ გამოთქვას სიტყვები, რომელიც ამ საქმეს სულ თან ახლავს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სიმღერების გამოყენება ვოკალური იმიტაციის სწავლებისას. სიმღერები ენის განვითარების შესანიშნავი საშუალებაა. სიმღერა სახალისო და მოტივაციური აქტივობაა. ზოგჯერ ბავშვმა შეიძლება წაიმღეროს ის სიტყვა, რომლის გამოთქმას ჯერ კიდევ არ შეუძლია. სიმღერებში სიტყვების დამახსოვრებას რითმა აადვილებს. შეარჩიეთ ისეთი სიმღერები, რომელშიც ძალიან ცოტა სიტყვაა და თან ისინი ხშირად მეორდება. ასევე კარგი არჩევანია სიმღერასთან ერთად მოძრაობა. მოძრაობების იმიტაციისას ბავშვმა შეიძლება ბგერების იმიტაციაც სცადოს. თუ ხედავთ, რომ სიმღერების გამეორება ჯერ უჭირს, შეგიძლიათ ერთი მარცვალი იმღეროთ ნაცნობ მელოდიაზე და ნახოთ ახყვება თუ არა ბავშვი. და ბოლო, ვიდეო მოდელირება. ეს შედარებით ახალი მეთოდია, რომელსაც საკმაოდ შთამბეჭდავი სამეცნიერო მხარდაჭერა აქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ ვიდეო მოდელირება ეფექტურია ნებისმიერი ასაკის მოსწავლეთათვის. ვიდეო მოდელირებისას ჩვენ ვაჩვენებთ იმ ქცევას, რომლის სწავლებაც გვინდა, ისევე როგორც პირისპირ სწავლებისას ვაკეთებთ, მაგრამ ამჯერად ვიწერთ ამ ქცევას და ბავშვს ჩანაწერს ვაჩვენებთ. ვიდეო მოდელირება გამოიყენება იმიტაციის, თამაშის უნარების, საუბრის უნარების, სოციალური და თვითმოვლის უნარების სწავლებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ვიდეო მოდელირება ზოგჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ცოცხალი მოდელირება. ეს რამდენიმე მიზეზის გამო ხდება.
პირველ რიგში ის აუმჯობესებს ყურადღებას, რადგან ეკრანი ზღუდავს სხვა ყურადღების გამფანტველ სტიმულებს და საშუალებას აძლევს ბავშვს კონცენტრირება მოახდინოს შესასწავლ უნარზე. ასევე ვიდეოების ყურება ბავშვისთვის მეტად მოტივაციურია, რადგან დასვენებასთან ასოცირდება. ვიდეოების ყურება ბავშვს ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაშიც ეხმარება. შეგიძლიათ ბავშვს ვიდეო რამდენჯერმე აჩვენოთ, სანამ ის სამიზნე ქცევას არ ისწავლის. ამჟამად ვიდეო მოდელირების ოპტიმალური ფორმატის შესახებ მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლები არ არსებობს. კვლევები აჩვენებს, რომ მოდელი ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ბავშვს მოწონს, ძმები ან დები, მშობელი ან თერაპევტი. ინტერვენცია უფრო ეფექტური იქნება, თუ ზრდასრული ბავშვთან ერთად ზის და კომენტარს აკეთებს, სანამ ბავშვი ვიდეოს უყურებს. ასევე სასარგებლოა, როცა ზრდასრული თხოვს ბავშვს გაიმეოროს ქცევა და აწვდის განმამტკიცებელს. როდესაც ვოკალურ იმიტაციას ასწავლით, შეგიძლიათ ჩაწეროთ სიტყვის ან მარცვლის გამოთქმა ვიზუალურ მინიშნებასთან ერთად. ასევე შეგიძლიათ ჩაწეროთ, როგორ აძლევთ განმამტკიცებელს ვინმე სხვას, როცა ის სიტყვას იმეორებს. შევაჯამოთ. მის შემდეგ, რაც ბავშვი დაიწყებს ბგერების სპონტანურად გამოცემას, ჩვენ გადავდივართ ეკო-უნარების სწავლებაზე, ანუ ვასწავლით ბგერების და სიტყვების გამეორებას. დაიწყეთ იმ ბგერებიდან, რომელსაც ბავშვი სპონტანურად გამოთქვამს და შემდეგ გადადით ახალი ბგერების სწავლაზე. ახალი ბგერების შერჩევისას სწავლება თამაშის ხმებით და ძახილი სიტყვებით დაიწყეთ. შემდეგ გადადით ასაკის შესაბამის მარცვლების ფორმირებაზე და ბოლოს სიტყვებზე და ფრაზებზე. ვოკალური იმიტაციის სწავლების მეთოდები არის მოთხოვნების კონტექსტში სწავლა, ბავშვს ვასწავლით დაასახელოს მისთვის სასურველი საგანი, ვერბალური რუტინები, სწავლება სიმღერების და ყოველდღიური რუტინების კონტექსტში და ვიდეო მოდელირება, როდესაც ბავშვი ვიდეოში იმ მოქმედებებს უყურებს, რომელთა გამეორებაც გვინდა რომ ვასწავლოთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს მიერ ნათარ მწიგს, როგორ ვასწავლოთ აუტიზმის და მსგავსი დარღვევების მქონე ბავშვებს. ბმული ვიდეოს აღწერაში იხილეთ. შემდეგ შეხვედრამდე.